გამარჯობა მოგესალმებით თვალო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა სინდისის ყველა პატიმარს, ყველას უსურვებ მალე გათავისუფლებას, ასევე სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ალეკო ელისაშვილს, რომელსაც სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა ტერორიზმის ბრალდებით. ამ საქმეში თვითონ ალეკოც არ უარყოფს რომ დანაშაული ჩაიდინა და დააზიანა სახელმწიფო ქონება, მაგრამ ჩემი სოლიდარობა აქ გადაწყვეტილებაზეა ზოგადად. ალეკო ელისაშვილი სახელმწიფომ გამოაცხადა ტერორისტად, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ალეკოა ტერორისტი და აი ხალხმა რომლებმაც სააკაშვილის პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკა გადაწვეს და გლდანში ნაცების ოფისი რო გადაბუგეს, ეგენი იყვნენ ცეცხლთაყვანისმცემლებიო თურმე და რიტუალს ასრულებდნენ და ალეკო არის ტერორისტი. ეს რო განვასხვაოთ ერთმანეთისგან. როგორ პარადოქსულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. კომპიუტერის სამცალ მონიტორზე ნავთის დასხმისთვის ტერორიზმის მუხლით 13 წლით ციხეში გაუშვა ელისაშვილი კაცმა, რომელმაც საყდრისი ააფეთქა და ტერორისტად კი არა, ერის მამაც შევრაცხეთ. ესო ერის მამა არისო ხალხო. და ალეკო ტერორისტია. სასამართლო სისტემის ბრჭყალებში მიღწევები ამით არ შემოიფარგლება, გრძელდება საბოტაჟის საქმე, რომლის მიხედვითაც ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ასევე ემუქრებათ ციხე. ამ პროცესზე სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარაშვილი თუ შაქარიშვილი თუ რომელიღაცა შაქარი და გოგა ხაინდრავა. აი ესენი აძლევენ ჩვენებას ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომ ესენიო უცხო ქვეყნის აგენტები არიანო. ნანა კაკაბაძე, შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა, მეგობრებო. აი რომ ამბობენ ჩვენი ქვეყანა ჩალით არისო და დაფარულიო, ვერ დაგეთანხმებით. ჩალით კი არა, რაღაცა სქელი იზოლირებული, რაღაცა მასალით არის დაფარული, თორე ღმერთი რომ ამას ხედავდეს, ასე უპასუხოდ არ დატოვებდა ამ ამბავს. აი რა გითხრათ, ზურა ჯაფარიძე რომ აგენტია და გოგა ხაინდრავა ქვეყნის პატრიოტი, მეტი უბედურება რაღა უნდა დაემართოს აი ამ ქვეყანას. მაგრამ გაბრაზებაც არ ღირს, რადგან რასაც ვიმსახურებთ, ზუსტად ისეთი პატრიოტები ყავს, ისეთი მთავრობა ყავს და ისეთი პრეზიდენტი. ამიტომ ამაზე კი არ უნდა გაუბრაზდეთ, არამედ ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა, ხვდებით? აი ჩვენ თავში. აი თქვენ გეუბნებით ახლა, აი შენ გეუბნები აი ეს ინფორმაცია რომ მოისმინე და ტახტზე წამოწოლებმა გვერდით რომ გადაბრუნდი. იმიტომ რომ იქითა გვერდი ცოტა დაგიბუჟდა რა, ის ნაწილი დიდი ხანი იწექი იქით მხარეს და დაგიბუჟდა და ხელში კიდე მეორე ხელში კიდე ტელეფონი გიჭირავს და TikTok-ს ათვალიერებ და უყურებ აი შაურმის რეკლამას როგორ აკეთებენ ინფლუენსერები, თან ის მოგწოს როგორ ჭამენ. აი შენ გეუნები ზუსტად. შენი ბრალია, შენ თავში უნდა ეძებო ეს პრობლემა. რადგან სასამართლოს და პატიმრების თემას შევეხე, მინდა ერთი პატიმრის შესახებაც გითხრათ. გახსოვთ ხომ რა ბრალდებით და როგორი ფორმით დააკავა ქართულმა ოცნებამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ნახოთ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის პოსტი. ჩვენი ოჯახის მსგავსად ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ. აი ახლა რომ მინდოდეს დალოცვა და რომ ვთქვა რომ როგორც თქვენი ოჯახი გადაარჩინა, ისე გადაარჩინოს ყველა ქართული ოცნების წევრის და ჩინოვნიკის ოჯახი თქო. აი ეს რო გითხრა, დალოცვა კი არა, შეიძლება სკროლვის სააგენტო დამაჯარიმოს 100,000 ლარი წყევლისთვის და აუგად მოხსენიებისთვის. აი რა ვიცი, არ ვამბობ სიმართლეს, ხო ვამბობ სიმართლეს. მოკლედ, მე მხოლოდ იპოთეკის სესხი მეგონა დაუსრულებელი და თურმე მადლობების გადახდის ხელშეკრულება იპოთეკაზე ხანგრძლივი და მკაცრი ყოფილა თურმე ამ ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ვახსენეთ და აქვე მინდა შემოგთავაზოთ ამ კვირის ერთ-ერთი ცენტრალური თემა. ბიძინა ივანიშვილმა ყოველთვიური დახმარებები შეუწყვიტა ცნობილ ხელოვანებს. ორა უეცრად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა. ვაი რომ არაფერი ყოფილა მარადიული. ნეტა ნელ-ნელა მაინც შეგემცირებიათ, მაგრამ არა. ასე ყოფილა წუთისოფელი. არავინ იცის, როდის შეწყდება SMS-ების წკრიალი თქვენს ტელეფონს. ხედავთ ამ
საზიზღარმა ნაციონალებმა რა დღეში ჩააგდო ხალხი. ხო ზუსტად ნაციონალებმა მიწერეს იქ deep state-ში წერილები, მე იმ deep state-მა თანხები გაუყინეს აქ ბიზნეს. კაც ხალხის დასახმარებელი ფული აღარ დაუტოვეს. ვინ არიან ეს მხეცები, ეს ნაციონალები? რით ვერ მოვიშორეთ? მაგათი ბრალია, რომ მსახიობების რაღაცა დიდ ნაწილს დახმარებები შეუჩერეს. ყველასთვის არ გაუქმებია დახმარებები იმ ღვთისმიერ კაცს, როგორც ირკვევა ნინელი ჭანკვეტაძეს და ქეთი დოლიძეს დაუტოვა. იცით რატომ არ გაუუქმა? იმიტომ რომ 5 მილიონი თითო სოფელს არის ამათი მოფიქრებული და ამათი ექსკლუზივი. ეგეთი კრეატიული დაპირება ჯერ სამყაროს არ ახსოვს. სამყაროში არ მოუგონია არავის. თან იმპროვიზაცია იყო, ხვდებით? და იმპროვიზაცია იყო, თან მაგრათაც გაისროლა. მიხდი აი ახლა აბა როგორ ვიდა 5 მილიონი თითო სოფელს უცებ მოგაგონდა და თქვი რა და შვენივრად ხალხშიც შვენივრად შეიჭამა ეს რა ქვია დაპირება. იცი რა არის? ბიზნესიც მესმის ცოტა ესეთი ამბავია ხა როცა ქვეყანაში ოპოზიცია დასუსტებულია. არჩევნებს აზრი არ აქვს, ყველა ლიდერი ციხეშია, მაგ დროს რაღაც საჭიროა დააფინანსო მსახიობი ქვეყნის წინაშე შეტანილი წვლილისთვის და დამსახურებისთვის. ბიზნეს როცა უჭირს, მაშინ არის მსახიობი სახალხო არტისტი, თორე ისი არავინ არ არის. როცა არ უჭირს, ასია, ესეა დალაგებული. ქვეყანაში განუკითხაობაა ირღვევა ადამიანის უფლებები, იმატებს პოლიტპატივრების რიცხვი და ასე დროს რაღაც სამართალს და იმედს ელოდები დასავლეთიდან, მაგრამ ამ მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩაეხსნა ცივილიზებულ დასავლეთს. რამდენიმე დღის წინ ეუთომ უპრეცედენტოდ მკაცრი დასკვნა გააკეთა მთავრობის მისამართით და ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა საპასუხოდ? პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ნახოთ ეუთოს დასკვნაზე რა კომენტარს აკეთებს ოცნების დეპუტატი გორდულაძე. ნახოთ. ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა. აი ვერ მოისვენა გლობალური ომის პარტიამ და მძინარე ეუთოსაც დაარტყა. გორდულაძე რომ გაგახსენოთ, ის კაცი აი პარლამენტში რო ჩხუბი იყო ამას წინ და პატრიარქის ლოჟიდან რო ურტყავდა ფარულავას, აი ეს არის მართლა გეუბნებდი, რომ პატრიარქის ლოჟიდან ჩვეულებრივად იბრძოდა იქიდან. მოკლედ ამ გლობალურმა ომის პარტიამ ჩამოშალა და ჩამოანგრია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროსასამართლო, ეუთოც კი. მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ორთაჭალის ოფისს ვერ მოუხერხა ვერაფერი. და ვერც მოუხერხებს. იმიტომ დგანან მაგრად. აქამდე ხო deep state გვიტევდა, ახლა უკვე ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა საპასუხო დარტყმა განახორციელოს. ნახოთ ირაკლი კობახიძის თავზარდამცევი განცხადება, ჩვენ გვსურს ბრიტანული deep state-ის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, რაღაც რომელიც ამხელა ამერიკაზე ძველია და ფესვგადგმულია, იმის დამარცხება უნდა ირაკლი კობახიძეს. რომელსაც მელია რო გამოეკიდა, ისეთი სახე ქონდა, შემეში და რამე არ დამართნოდა. აი, მოდი გავიხსენოთ ეს ფოტო. აი, ესეთი საინტერესო სახე ქონდა დათაშორის. მიმართავ მთელ მსოფლიოს, თქვენ არ იცნობთ ქართულ ოცნებას. თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე. გააღვიძეთ მხეცი, ახლა შედეგებს დაელოდეთ. ამერიკული ხომ დაამარცხეს, ახლა ბრიტანულ deep state-საც დაამარცხებენ და მერე იაპონური მაფიის, იაკუძას საბოლოო განადგურების ჯერიც მოვა. ყველას ედებიან აბსოლუტურად. დასავლეთის წინააღმდეგ პროპაგანდაში ჩვეულ მუხტს ინარჩუნებს დასანქცირებული სამთავრობო ტელეკომპანია იმედი. ნახოთ დასავლეთის მორიგი გაშავების მცდელობა. მუჰამედი ზედიზედ მესამე წელია ინგლისში ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელად რჩება. ამას ამბობს ტელევიზია, რომლის საყვარელი მთავრობა არაბულ ქალაქებს გვიშენებს მილიონობით კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულს. რა უნდა ტელეკომპანია იმედს თვითონაც არ იცის. ძალიან არიან აჭრილები. თან აქეთ ჯერ აიათოლა ცრემლი არ შეშრობია კობახიძეს, არ იცია ვის ებრძვია, თვითონ არ იცია. თვალები აქვს, ეს აი დახუჭული აქვს თვალები და აი იარაღს ისვრიან გაურკვეველი მიმართულებით.
რომ იქნება ვიღაცას მაინც მოხდეს და ვერ გაუგიათ ვის ებრძოლონ. ევროპის გაშავებას მორჩით, ახლა გადავიდეთ მთავრობის წარმატებებზე. რა თქმა უნდა, ნახოთ ტელეკომპანია იმედის მორიგი საოცარი სტატისტიკა ამ კვირის. ტელეკომპანია იმედი კერძო სექტორის განმავითარებელ მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო 20-ში. ესე იგი, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით. ანუ კერძო სექტორს ვიც ავითარებს იქ ვლიდერობთ, აი ეს განმავითარებელი ვინც არის, აი იქ ვართ ლიდერები. აი ვინმე უცხოელი რო კითხავთ, რითია გამორჩეული თქვენი ქვეყანა? ეტყვით, ჩვენი ქვეყანა გამორჩეული კულტურული ძეგლებით და კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით. და ეს უცხოელის რო ვლოგს რო წერს მე რომ ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით ევროპის 20-ში, აი ესეთი ისადოთ. გადავიდეთ საინტერესო თემაზე და ვნახოთ რა მიზეზით დააკავეს ამ განვითარებულ ქვეყანაში კორუფციაში ჩაფლული 28 პირი. ვნახოთ რა ჩაიდინეს ამ ხალხმა. ბაღებსა და უფასო სასადილოებს, ნაკლებს, სააღდგომო სურსათსა და უხარისხო სადეზინფექციო საშუალებებს აწვდიდნენ. ანუ ბაღებში უხარისხო სადეზინფექციო საშუალებები შეჰქონდათ ამ ხალხს. მაგაზე არიან დაჭერილი. მოკლედ, სანამ ვიღაცა ჩინოვნიკის შვილს არ დააყარა ტანზე, მანამდე ეს უბრალოდ ბიზნესი იყო და მერე გახდა დანაშაული. მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, მათ ჩინოვნიკებს წითელი კვერცხები და პასკები აქვთ მოტეხილი. აღდგომის სუფრაზე აქვს დაკლებული პროდუქტები. რეალურად აღდგომის სუფრაზე ანუ წითელი კვერცხი და პასკები აქვთ მოტეხილი. ესე იგი, ესენი ციხიდან კი გამოვლენ, მაგრამ არ ამგონია ღმერთმა ჯოჯოხეთიდან გამოიყვანოს, ისეთი კორუფციული ცოდვა აქვთ ჩადენილი. მოკლედ რომ ვთქვათ, მოხუცების საჭმლის მოპარვასა და ბაგაბაღის ბავშვების მოწამვლის ხარჯზე მდიდრდებოდნენ ეს არაჩვეულებრივი ჩინოვნიკები. ანუ რა ეკნათ? რა ეკნათ? თანამდებობაზეც ახლა არაფერი ყრია ისეთი. ეხლა ცოტა ბავშვები თუ არ დაწამლე, ეხლა და ცოტა სოცდაუცველ მოხუცებს ეხლა საჭმელი თუ არ მოუტეხე, ხო? და იქ ფული თუ არ მოტეხე. ისე რა უნდა აჭამო სახში შვილებს და მოხუც შობლებს? რაღაცა ხო უნდა აჭამო. ამიტომ უნდა ადგე და ის ბავშვები უნდა დაწამლოს ხისი და აქვია მოხუცებულა თავში საფარში ხალხი უნდა წაართვა ის ფული საკუთარ მოხუცებს დაეხმარო. ესე აი ლოგიკა ესეა დალაგებული. აი რაც ახლა მოისმინეთ ამ ყველაფრის ფონზე ვნახოთ რა ოცნება აქვს ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას. ოდიშარიას სურს ამერიკული ფილმების მსგავსად საქართველოში ერთ ოჯახს ერთი მანქანა ჰყავდეს. როგორი დამთხევაა ხალხსაც სურს ამერიკული ფილმების მსგავსად სავსე მაცივრები ჰქონდეთ. ნახე ბექა, როგორი რაღაცნაირი დამთხევაა ამ ფილმებზე. აი ამას ამბობს ადამიანი, რომელიც საკოლექციო მანქანით მოძრაობდა ბასლაინში თეთრი შლაპით, ხო გახსოვთ? და ეს საკოლექციო მანქანაც გამოჰყავს, აი რო იტყვიან ხოლმე რუსულად პაპრაზნიკა რა, მიხვდით? თორე ძირითადად სხვა მანქანებით მოძრაობს. აი უფრო ტანსაცმლის მიხედვით არჩევს რა ფერის ტანსაცმელს, რომელი ფერის მანქანა მოუხდება. ჯერ მიდის გამოაღებს კარადას და მერე მიდის გამოაღებს გარაჟს. და ისე გამოდის სახლიდან. ამას გეუბნება კაცი და ჩვენ გეუბნება რომ ჩვენ ერთი მანქანით უნდა ვიმოძრაოთ თითო ოჯახმა. მონოლოგის ბოლოს მინდა ერთ თემას შევეხო, რომელიც ქართული ოცნებისთვის წარმატებული სიახლეა. ირაკლი კობახიძე მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის საფუძველზე დაინგრევა რიყის დოქები. რიყის დოქების ანგრევენ, რომელიც რამდენიმე კონკურსშია გამარჯვებული, როგორც არქიტექტურული შედევრი და მის ნაცვლად დადგავენ შენობას, რასაც ვიმსახურებთ, ძვირფასო მეგობრებო. ზუსტად ისეც, როგორცაც ეს ქვეყანა იმსახურებს, როგორცაც ჩვენ ვიმსახურებთ. ერთი სიტყვით ამაზეც იგივეს ვიტყვი. ამაცე კი არ უნდა გავბრაზდეთ ხალხო. ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა. ჩვენ თავში. აი თქვენ გეუნებით კიდე ახლა უკვე მეორე მხარეს რო გადაბრუნდით, იმიტომ რომ ახლა უკვე იქით მხარე დაგიბუჟდათ. ხო, აი თქვენ გეუნებით, თუ აი ჩვენ თავშია პრობლემა. თან TikTok-საც არ აგდებთ ხელიდან. ათვალიერებთ, ახლა უკვე სად უფრო კაი ხინკალი კეთდება. ხო, და მიდით დაანგრიეთ, სანამ ჩვენ ხინკალს ვარჩევთ, თქვენ დაანგრიეთ და საერთოდ იმ დოქების ნაცვლად ერთი დიდი გრანდიოზული სახინკლე აგვიშენეთ. და აი იმ სახინკლეში დაგიმტკიცებთ, როგორი ვაჟკაცები და ჩვენი ქვეყნის როგორი პატრიოტები ვართ. აი ამიტომ ვერც აგვაქცევენ.
ვერ წაგვაქცევი და ვერ მოგვერევია, მართალია მხართ ეზოზე წამოწოლილები გაზარმაცებული ხალხი ვართ, მაგრამ აბა მითხარით ვინაა ჩვენი მომრევი? ვინაა ჩვენი მომრევი? არც არავინ, დიახ. აი ეს იყო ჩემი მონოლოგი. იმედია მალე ჩვენ შოუს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი თამუნა ლეგვეიშვილის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.